ასე ნუ გარბი ხარ სიჰამ. თუ ბაშოს მატყლს იყიდიან, ფული ჩემი იქნება, არა? შენი გაზრდილია საყვარელო, რა თქმა უნდა, შენი იქნება. ნეტა რა უნდა ვიყიდო, მე ხომ ფული არასოდეს მქონია. გონი ცუდად არის. მითხრეს რომ აქ მექაში დამეხმარებოდნენ. ასეც იქნება. სიჰამ? მამა, სად მიდიხართ? ასე ხომ არ დავტოვებთ. ჯერ ამ კაცს დავეხმაროთ. მერე ბაშო? გაიხსენე რას გვასწავლის ყურანი სიჰამ. მას, ვინც გაჭირვებულ ქალს და კაცს დაეხმარება და ილოცებს ალაჰისთვის, ყველაფერი რასაც გასცემს, უკან ათმაგად დაუბრუნდება. თუ ამ შეგონებით არ ვიცხოვრებთ, მაშინ არაფრით ვიქნებით იმ ხალხზე უკეთესი, ვინც აქაურობას ადრე მართავდა. იცი სიჰამ, მაშინ ჩვენი ქალაქი სულ სხვაგვარი იყო. ქააბას გარშემო ასობით კერპი იდგა. ღარიბი ხალხისთვის ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. დიდი მადლობა, ბატონო. აიქ ფული, მე უნდა მომცე. როდესაც ჩემგან ფულს ესხულობენ, მინდა ის უკან დამიბრუნონ. გთხოვთ, ბატონო, ძალიან მჭირდება. ჩემი ოჯახი მშიერია. ამაზე ადრე უნდა გეფიქრა. დაიჭირე. დაიჭირე. კეთილი იყოს თქვენი მექაში ჩამოსვლა. დიდი გზა გამოიარეთ. გახსოვდეთ, თუ შესაწირს გულუხვად გაიღებთ, ღმერთები დაგლოცავე. რაო? შენაკ დალაგებაში გიხდიან პულს და არა ლოცვაში სომაია. პილიგრიმობის სეზონია და მინდა ეს ღმერთები ბრწყინავდნენ. ამეკა, ისინი ყველაფერს გულწრფელად გწირავენ, ჩვენი ღირსება კი ცისფერ ყვავილს გავს. ულამაზეს. მე გადაგიხადე, ახლა პაშოსველი. მოთმინება სუჰილ. ჯადოსნური ისრების წინასწარმეტყველებას ვერ აჩქარებ. კარგი არჩევანია სუჰილ. შეგიძლია შენი თაღლითობა განაგრძო. ის არის ამბობს, რომ ვერ დაგიჭერენ. ერა. კურდი. კარგი მონები მოგიყვანია, უმია. აიქ დატოვე. გთხოვ, გამათავისუფლე. ვყიდულობ, ბილალ. დაიმახსოვრე. მათ შეუძლიათ შენს სხეულს მიაყენონ ზიანი, მაგრამ სული თავისუფალია. ის არავის ეკუთვნის. ჰეი შენ, გზიდან ჩამომეცალე. კიდევ ერთხელ ისროლე. მაგრამ იცოდე, წააგებ და ჩემი მონა გახდები. არა. მოდი. ადექი აქედან გაეთრიე. ამ ხალხს შეხედე. წელს ყველაზე წარმატებული მლოცველები არიან. კარგია, რომ ეს ღმერთები მექაში არიან. ზოგი მლოცველი იმდენად ჩერჩეტია, რომ ყველაფერში ორმაგ ფასს იხდის. არა, ნამდვილად სულელები ვიქნებით, თუ ფასებს არ მოვუმატებთ. რა დარჩა ჩვენი ქველმოქმედებისგან? ამ პილიგრიმებმა ღვთიური გზა გამოიარეს, რომ წმინდა ადგილზე ელოცათ. ერთ დროს ვამაყობდით იმით, რომ მორწმუნეებს თავშესაფარს ვაძლევდით. ახლა კი იმით ვამაყობთ, რომ მათი თავდადებით ვსარგებლობთ. ამის მოსმენას არ ვაპირებ. ფრთხილად, აბუჯახალ, აბუ ტალიბი ჩვენი ლიდერია. დიახ, და ჩემი ძმა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ უნდა ვიჯდე და ეს სისულელე ვისმინო. ჩვენ რომ არა, პილიგრიმები წყურვილით დაიხოცებოდნენ. რაც ავიღეთ, იმაზე 10-ჯერ მეტის აღება შეგვეძლო. გონია რომ შეუძლია ჯგუა გვასწავლოს რა კი ქააბას მისი კლანი პატრონობს. ჩვენი წესები უნდა შევცვალოთ. ფრთხილად, აბუტალიბ. ცვლილება შეიძლება საშიში იყოს. რა იცოდა აბუტალიბმა, რომ მისი ძმისშვილი მუჰამედი მალე სამყაროს სამუდამოდ შეცვლიდა. ამ დროს ის 40 წლის იყო და ქალაქგარეთ გამოქვაბულისკენ მიდიოდა, რათა ცოტა ხანს მარტოს ელოცა. მას ძალიან აწუხებდა ყველა ის უსამართლობა, რაც მექაში იყო გამეფებული. მონობა, ქალების ჩაგვრა, სიხარბე, აზარტული თამაშები, ბავშვების მსხვერპლად შეწირვა და ქვისა და ხისგან გამოთლილი ღმერთების თაყვანისცემა. ა ブラ ამის, მოსეს და იესოს ერთ-ერთი ღმერთის მაგივრად. როგორც ყოველთვის, ის გამოქვაბულთან მივიდა. უცაბედად მის ირგვლივ ყველაფერი განათდა. როდესაც ზემოთ აიხედა, მთავარ ანგელოზი გაბრიელი დაინახა, რომელიც მის წინ იდგა, გაოცებისგან ენა წაერთვა. წაიკითხე, უთხრა ანგელოზმა, კითხვა არ ვიცი, უპასუხა მან. გაბრიელმა ბრძანება სამჯერ გაიმეორა და პასუხი ისევ იგივე იყო. მაშინ გაბრიელმა უთხრა, წაიკითხე, შენი უფლისა და შემოქმედის სახელით. მან კაცი შედედებული სისხლისგან შექმნა. წაიკითხე, ის არის ქვეყნად ყველაზე გულუხვი. მან ასწავლა კაცთ წერა კითხვა. მან ასწავლა ის, რაც არ იცოდნენ. ამის შემდეგ გაბრიელი გაქრა. მუჰამედი იდგა, გაოგნებული და აკანკალებული. ის გამოქვაბულიდან გამოვარდა და სახლისკენ გაიქცა. ვერ იჯერებდა იმას, რაც ნახა, მაგრამ სანამ თიდან ჩამოვიდოდა, გაბრიელი ისევ მის წინ გაჩნდა და უთხრა, მუჰამედ, შენ უფლის შუამავალი ხარ, მე კი გაბრიელი. მან ისევ გაქცევა სცადა, მაგრამ საითაც გაიხედა, გაბრიელი ყველგან იყო და უმეორებდა, მუჰამედ, შენ უფლის შუამავალი ხარ, მე კი გაბრიელი. როდესაც ანგელოზი წავიდა, მუჰამედი სახლისკენ გაიქცა, როგორც იქნა სახლში მივიდა, სულ კანკალებდა. ხადიჯას თხოვა რამე დამაფარეო. მოუყვა რაც ნახა და გაიგონა. ეშინოდა ხომ არ გაგიჟდან შეპყრობილი ხომ არ იყო. მაგრამ ხადიჯამ დაარწმუნა, რომ ღმერთი სატანას მისნაირი კაცის შეპყრობას არ დაანებებდა. ის ხომ ყოველთვის სიმართლეს ამბობდა და ღარიბებს ეხმარებოდა. ამის შემდეგ ხადიჯა თავის ბიძაშვილთან, რელიგიის მასწავლებელთან წავიდა და უთხრა, რაც მოხდა. შენი ქმარი უფლის შუამავალია. მას ხალხი ტყუილის თქმას და ბევრ სხვა ბოროტებას დააბრალებს და ქალაქიდან განდევნიან. თავისი ბიძაშვილის სიტყვების მიუხედავად, ხადიჯამ დაიჯერა, რაც მისმა ქმარმა უთხრა და ყოყმანის გარეშე ისლამის პირველი მიმდევარი გახდა. მალე მას სხვებმაც მიბაძეს. გავიგე, რომ მუჰამედთან საიდუმლო შეკრებები ეწყობა. გთხოვ, დაწნარდი აბუჯაჰალ. მაგრამ ის რაღაცას ასწავლის. ჯერ ვერ გავიგე რას, მაგრამ მას მისი შვილობილი ზევდით შეუერთდა და მისი ბიძაშვილი ალიც. მერე რა? დანარჩენები მათ ხოვრები და მონები არიან. უნდა დაისაჯონ. რისთვის? იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებულს ასწავლის. მისმინე. მისი მიმდევრები გავლენიანი ხალხი რომ იყოს. მისი სწავლება საშიში რომ იყოს. თავზე ზღვასავით დავატყდებოდი. მაგრამ ეს მუჰამედია აბუჯაჰალ. ელემინი. პატიოსანი კაცია. 3 წლის განმავლობაში შუამავალი საიდუმლოდ ქადაგებდა. სწორედ მაშინ მოусმინე პირველად მის ქადაგებას. იქნებ სახლში დავრჩეთ. უნდა მოусმინო, დედა. ნუ გიშენია ჯალილა. ჩქარა, შედით. დღეს უფრო მეტი ხალხი მოსულა. მადლობ ჯაბარ.
ყოველ ღამეს სად მიდიხარ? უფლის სიტყვის მოსასმენად. რა ბედნიერებაა, როდესაც ისლამის სიბრძნეს ღმერთის შუამავლისგან ისმენ. ის გვასწავლიდა, რომ მექას ყველა ღმერთი უსუსურია და ღმერთი მხოლოდ ერთი არსებობს. ეს არის ღმერთი ა ブラ ამისა, მოსესი და იესოსი. ყველაფერი მას უნდა მიუძღვნა. ღმერთის წინაშე არ არსებობს მდიდრები და ღარიბები. ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია. ღარიბები არ უნდა შეურაცხყო და არ უნდა გძულდეს. მათზე უნდა ზრუნავდე. ყურანი ამბობს, მოწყალე და მიმტევებელი უფლის წინაშე თქვენ შორის ყველაზე ღირსეული უფლის თვალში არის ის, ვინც ყველაზე უბრალოა. ქალის საკუთრება არ არის, ის ღვთისკვნილებაა და ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ნებისმიერი კაცი. პატივი ეცით მათ. დედამიწა უფლის საჩუქარია თქვენდამი. გაუფრთხილდით მას, თქვენ მისი პატრონი ხართ. დაიმახსოვრეთ, თქვენი საქმეების მიხედვით გასამართლდებით. იმ ღამეს ახალ მორწმუნეობამ ბევრის გულში ცეცხლი დაანთო. არა არს ღმერთი თვინიერ ერთისა და მუჰამედი შუამავალია მისი. არა არის ღმერთი თვინიერ ერთისა. მუჰამედი კი მისი შუამავალია ღმერთი მხოლოდ ალლაჰია. და მუჰამედი მისი შუამავალია. ვერც კი დაიჟერებ ამალ. ამბობს, უფლის წინაშე ყველა თანასწორიაო. გთხოვ, წამიყვანე მასთან. ვიცოდი მიხვდებოდი, რომ მუჰამედის მოძღვრება სახიფათოა. რა თქმა უნდა ხვდები. უნდა შევაჩეროთ. მუჰამედს ვერ შეაჩერებთ. რაო? ბილალ, უკან დაბრუნდი. გაგროზგავენ. მათ შეუძლიათ ჩემს ხელსავნან. სულს ვერ გაროზგავენ. მაშინ მან სული დატოვე და სხეული აქ მოიტანე. რა იცი მუჰამედის შესახებ? ვიცი რომ ის შუამავალია. შუამავალი? ხედავ? ავადმყოფობასავით ვრცელდება. ამ სიტყვებისთვის ღმერთი დახჯის ბილალ. მუჰამედი ამბობს. კერპთა ღმერთებს ძალა არ აქვსო. რაო? ძალა არ აქვსო? ძალა არ აქვსო. და ამას ამბობს მონა ღმერთების შესახებ. ახლა რაღაც სიტყვი მუჰამედის უწყინარ სწავლებაზე. შენი ძმისშვილი ჩვენ საწინააღმდეგოს ამტკიცებს აბუთალებ. უძლეველი ღმერთის ყველა ჩვენგანს წამს. მაგრამ არ ვამტკიცებთ, რომ დანარჩენები უძლურნი არიან. ხო, მაგრამ ამით რა დაშავდება? მისი მიმდევრები ღარიბები და სუსტები არიან. ყველა არა? მას აბუ ბაქარით შეუერთდა. დიახ, მუჰამედის წლევა მოსილმა მეგობარმაც გვიღალატა. ო, არა. ყველა გვღალატობს. ის მხოლოდ ერთი კაცი. არა. ის დიდი კოცონის მხოლოდ პირველი ნაპერწკალია, რომელიც უნდა გავანადგუროთ. მართალია. თუ მუჰამედის სწავლება გავრცელდა და ხალხმა ღმერთები დაივიწყა, პილიგრიმებიც აღარ იქნებიან და თუ პილიგრიმები აღარ იქნებიან, ვაჭრობაც აღარ იქნება და აღარც ჩვენ აღარ ვიქნებით. ღვთის შუამავალმა განგაში სიგნალი მოგცა. რა მოხდა? მექას თავს დაესხნენ? არ ვიცი, წამოდით. სომაია, ქააბაში წამოდი. ჩქარა. ახლავე წამოდით, ჩქარა. რა ხდება? არ ვიცი. აი ისიც. ესეც ასე. ღმერთის შუამავალს ხედავ? იქ არის. რაღაცის თქმას აპირებს. და მაშინ შუამავალმა თქვა, მექას ხალხო, თუ კი გეტყვით, რომ ამ მთებს უკან დგას არმია, რომელიც ჩვენზე თავდასხმას აპირებს, დამიჯერებთ? შენ ყოველთვის სიმართლეს ამბობ. შენ ყოველთვის სიმართლეს ამბობ. და მუჰამედმა განაგრძო, მექას ხალხო, გემუდარებით, მიატოვეთ თქვენი კერპები და თაყვანიეცით უფალს, რომელიც ერთადერთია. თქვენი სულები ჯოჯოხეთის ცეცხლისგან იხსენით, ღვთის სასჯელისგან მე ვერ დაგიხსნით.
ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ, რომელიც წინასწარ ხედავს მომავალ მტერს და შეუძლია თავისი ხალხი გააფრთხილოს. ჩვენი ძმისშვილი ცდილობს გაგვასულელოს. გააჩუმი აბუთალიბ. Πού შენი მუჰამედ? ნუ თუ ამ სისულელისთვის შეგკრიბე. ჩვენ გჯერა შენი მუჰამედ. ამ კაცის გჯერა? რა დიდებულია. დიახ, მისი ყველა სიტყვა მჯერა. თიდან ჩამოდის. წამოდით შევუერთდეთ. როგორ ბედავთ მექას ხალას? ჩვენი ღმერთები არ გაკმაყოფილებთ? ჩვენ დაგიცავთ. ღმერთის შუამავალო. თავხედო მოღალატე, შუამავალი ხარ რა? ხელები ჩავჭიდოთ, შუამავალი დავიცვათ. გამაგრდით, არ გავუშვათ. თუ კი ღმერთის შუამავალი აღარ გადაგებს მალულად, მე რატომ უნდა დავიმალო? ეს რა არის? არა, არ მითხრა გამოვიცნობ. ჩემი მონა მუჰამედ შეუერთდა? შენ ჩემი სხეული გეკუთვნის, მაგრამ სული? მოდი გამოვიცნობ. გონია რომ შენი სული თავისუფალია? არა. ჩემი სულიც მონაა, მხოლოდ შენი კი არა. ღმერთის. მორჩი ბოდვას ბილალ. ყველაფერი მე მეკუთვნის. ყველაფერი, რასაც ფიქრობ და რაც გაგაჩნია. ახლავე უარყავი მუჰამედის სიტყვები. და თქვი, რომ შენი სული მე მეკუთვნის. მხოლოდ მე. თქვი, ბილალ, თქვი. მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს. მუჰამედი კი მისი შუამავალია. ერთი ვნახოთ, როზგის ქვეშ რა სიტყვი. ასე მოუხდება მაგას. უარყავი მუჰამედის სიტყვები. ღმერთი ერთია. ღმერთი ერთია. თქვი რომ მე ვარ შენი სულის პატრონი და ქვას ავიღებ. თქვი ღმერთი ერთია. თქვი ხომაია. აქ აბუბაქარმა გამომაგზავნა. მას სურს რომ ეს კაცი იყიდოს შენგან და ასახელე შენი ფასი. კარგი. 10 ოქროს მონეტა. გონია მოგებული ხარ არა? აბუბაქარს გადაეცი, რომ ამ არარაობაში 3 ოქროსაც ყაბულს ვიყავი. ის კი 100 ოქროსაც გადაგიხდიდა. მიუხედავად ყველაფრისა, მუჰამედი ქადაგებას აგრძელებს და ჩვენს პილიგრიმებს იბირებს. როგორ? პასუხი მარტივია. ის ყურანშია. რა? მისი ეგრეთ წოდებული გამოცხადებები? ეს ყველაფერი უაზრო ნაბოდვარია და სხვა არაფერი. არა, დიდპატივს გცემთ აბუჯაჰალ, მაგრამ მუჰამედის სიტყვები არც ილუზიაა და არც ნაბოდვარი. ისინი ძალიან ძლიერია, მარტივი და არაამქვეყნიური. ჯადოსნური? ეს ერთადერთი ლოგიკური ახსნაა. კარგი. მაშინ უნდა შევაჩეროთ, რომ თავისი ჯადოსნური პოეზიით ვერაფერი დაგვიშავოს. აბუთალიბ, ჩვენ შენ დიდ პატივს გცემთ, მაგრამ უკვე დიდი ხანია გეხვეწებით, რომ შენი ძმისშვილი შეაჩერო. შენ კი არაფერს აკეთებ. ის მექას სიმშვიდეს ემუქრება. რამდენიმე წლის წინ სწორედ მან დაამყარა მშვიდობა მექაში. მაშინ მის სიბრძნეს იწონებდი აბუჯაჰალ. გახსოვს, როდესაც ქააბა აღვადგინეთ, ლამის ერთმანეთი დავხოცეთ იმისთვის, თუ ვის უნდა რგებოდა შავი ქვის დადება. ამ დროს მუჰამედი მოვიდა და ეგ რა შუაშია? აბუჯაჰალ, შეაჩერე, თორემ ამას ვინმე სხვა იზამს. წადი. გინდა ქორეიში სისხლისღვრა დაიწყოს. წადი. ხომ ხედავ რა ხდება აბუთალიბ?
მშვიდობის შენარჩუნება თანდათან ძნელდება. გთხოვ, დაელაპარაკე შენს ძმისშვილს. მექას მშვიდობისათვის დაველაპარაკები. მუჰამედ, კარი დაკეტე და მოდი. დაჯექი, ჩემო ძმისშვილო. ქორეში მოითხოვს, რომ შენი ქადაგება შეწყვიტო. თუ ამას არიზამ შენს დაცვას ვერ შევძლებ, და უკვე მოუხუცდი მუჰამედ. ამ ხალხს ვერ შევებრძოლები. ჩემი მეზობლები არიან, ჩემი ტომელები. ხალხი, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვიცნობთ. ნუ თუ ის, რასაც ქადაგებ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამას უნდა შევეწიროთ მეც და შენც, რომ ქალაქში სისხლის ზღურა ატყდეს, მექას საკეთილდღეოდ გთხოვ, რომ შეწყვიტო შენი ქადაგება. ამ საუბარმა მუჰამედი ძალიან დაასევდიანა, მაგრამ ასეთი პასუხი გასცა. მარჯვენა ხელში რომ მზე მომცენ და მარცხენაში მთვარე, მაინც არ შევწყვეტ ქადაგებას. არ გავჩერდები, სანამ ან ღვთის სიტყვა არ გაიმარჯვებს, ან ამასობაში მე არ დავიფერფლები. მუჰამედ, თქვი და გააკეთე, რასაც საჭიროდ ჩათვლი. მე შენი ბიძა არ მიგატოვებ, არც ახლა და არც არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ. ვამბობ, რომ ჩვენ მუჰამედის ოჯახი ვართ. მის გვერდით უნდა დავდგეთ და დავიცვათ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. რატომ უნდა გადავემტეროთ მექას? ერთი კაცის გულისთვის რატომ? იმიტომ რომ ის ჩვენი ძმისშვილია და არაფერი დაუშავებია. აჰა, დიდი ჰამზაც ალაპარაკდა. კარგია რომ ხმალს კარგად ხმარობ ძმაო, რადგან მუჰამედი გაიძულებს რომ გამოიყენო. მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობს ანგელოზი ვნახეო, მის გამო სიკვდილს არ ვაპირებ. მიუხედავად საშინელი დევნისა, მუჰამედი ქადაგებას მაინც განაგრძობს. გთხოვ, შეაჩერე სანამ ყველაფერს დაღუპავს. ის მოდის. ლოცულობს. ორწმუნა! ჩვენი ღმერთების შეურაცხყოფის უფლებას არ მოგცემ. მომისმინე. წასვლას როგორ ბედავ? ჰამზა, დაბრუნდი. რა მოხდა? აბუ ჯაჰალმა შენი ძმისშვილი შეურაცხყო. მთელი ქალაქის წინაშე გალანძღა. ჩემმა ძმისშვილმა რა უპასუხა? არაფერი, უბრალოდ წავიდა. დღეს დილას მოვიდა და აქ ლოცვას სცადა, მაგრამ უკან გავაბრუნე. თუ ჩხუბი გინდა მე მეჩხუბე ლაჩარო. როგორ გაბედე მუჰამედის შეურაცხყოფა? როდესაც მეც მისი რელიგიის მიმდევარი ვარ. არა. არ ვიცოდი მუჰამედის მიმდევარი თუ იყავი. ახლა ვარ. იმოქმედეთ. ვიცი რომ შენი მოძღვრება ჭეშმარიტია, ძმისშვილო. ეს შენს ყველა სიტყვაში იგრძნობა. ამიტომ მოვედი რომ გითხრა. არა არის ღმერთი თვინიერ ერთისა. და შენ მისი შუამავალი ხარ. დასაჯეთ. შეჩერდით. ახლავე გაუშვით.
სად არის ჩემი ქმარი? ამას მნიშვნელობა არ აქვს. ან მუჰამედი უარყავი, ან ღმერთები აირჩიე, ან მოკვდი. არა, არა. დროზე უთხარი დედა. უთხარი რისი გაგონებაც უნდათ. შენ შულს მოусმინე სუმაია. მართალი მითხარი, ომარ. ღმერთსა და მის შუამავალს იმიტომ უარყოფ, რომ იცოცხლო? მე არც მე. არ არის უფალი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავარია. დამცინი? მაშ მოკვდი. ეს შენი ბოლო სიტყვები იქნება. არა. ისლამის პირველი წამებული. საწყალი სომაია. საწყალი იუსუფი. მადლობა უფალს ომარი ცოცხალი. შუამავალი ყველაფერს აკეთებს, რომ ტკივილი შეუმსუბუქოს, მაგრამ ჩვენს გამოსწოხს. ამბობს, რომ ვისაც შეუძლია, აბისინიაში უნდა წავიდეს. აბისინიაში? იქ ქრისტიანი მეფეა, კეთილი კაცი. შეიძლება იქ ცხოვრების ნება დაგვრთოს. მე ჯგუფის გაწყოლა დამავალა. წადი მალიკ. ჩვენ კარგად ვიქნებით. უნდა ვიჩქაროთ. რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ, სანამ გაიგებენ, რომ აქ აღარ ვართ. შეიძლება უკვე აბისინიაშიც არიან. ხალით უთხარი კაცები წაიყვანოს და დაედევნოს. უნდა დავაბრუნოთ, დავსაჯოთ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჯანყი მექაში არავის ეპატიება. აი ძვირფასი ყელსაბამი. ის შენია. ახლა დამასაჩუქრე ჩემი გულუხობისთვის. აჰა. ოჩახ. როგორც ვიცი, აბისინიის მეფეს იცნობ. მართალია. კარგად ვიცნობ. კარგია. ეს მისთვის არის. ო, შენ წილს მიიღებ თუ დაითანხმებ, რომ მუსულმანები დაგვიბრუნოს. თუ ამას ვინმე შეძლებს, ეს მე ვიქნები. შენი ნახვა ძალიან სიამოვნებს, ამირ. ეს საჩუქრები შენ მოგიტანე. ასეთი გულუხობა ძალიან მაოცებს. შენ მეც იმსახურებ. ალბათ ამ ადამიანების გამო მოხდი, რომლებიც თქვენი ქალაქიდან წამოვიდნენ.